გონება არეულია ხალხი. აი ეგ ძალიან ცუდია რა. მან გათამაშდა მაგ სივრცეში ეგა ყველა დანარჩენ რესპუბლიკები მასეთ იმაში არ აღმოჩნდა მაგ კატაკლიზმებში, სოციალური კატაკლიზმები ჩვენთან უფრო მაღალ დონეზე არის. ხო ხედავთ აი ვერ კეთდება ხა ისრაელში პირველად ჩადის ობამა ახლა ხო? რამდენი ხანია მეხუთე წელიწადია და პირველი იმის არჩევანის დროს ეს არ ჩასულა იქ რო აირჩიეს. ეხლა ჩადის და იქ იორდანიაში მეებში წინა ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს. სირიის პრობლემად რჩება. ხო, ძალიან ისეთი ის არის რა დაძაბული და ირანი გადაიდო, მე მგონი მე ვფიქრობ ირანს არავინ აღარ დაარტყავს, ჩემი აზრი ესეთი არის, დამთავრებულია ირანის ამბავი. ყველას აქვს ეგ ატომი და მე მგონი ობამას გადამკიდე ეგ დარჩება ამ სფეროში ირანი და რაც შეეხება სირიას, მაგ ზონაში, მაგ სივრცეში, მაგ ახლო აღმოსავლეთში, აი იმდენი იარაღი, რამდენიც ესე ქიმიური იარაღი, რამდენიც სირიის იმას აქვს პრეზიდენტს, არავის არ აქვს. ეგ შეუძლია მას მთელი მსოფლიოს გაანადგუროს იმდენი რაოდენობის აქვს ეგ ქიმიური იარაღი და ეგ რო ჩაიგდოს მესამე ძალამ, როგორიც არის ეგრეთ წოდებული თავქარიანი მუსულმანები, მუჯაჰედინები და ალ-ყაიდა და რაღაცა, მე ნახე თქვენ პრობლემა მაგ რეგიონებში. ხო, აი ამიტომ არის მე მგონი შეშფოთებული ობამას და დაიძრა იქით ახლა იცი რომ სირიას აღარ დადგა საშველი 100,000-ობით კაცი მკვდარია უკვე და წელწადნახევარი ეს ომია. არც იქით არის, არც ეს უნდა დამთავრდეს რაღაცნაირად, ხო? და რომელი ძალა მოდის და ვინ ჩაიგდებს იმ იარაღს ხელს და ვინ გამოიყენებს ახლა ირანიც რო აცალო ჩემი აზრით ესე იგი წესით არ უნდა აცალოს და უნდა ამერიკამ უნდა მიიღოს ზომები ეგ გამოიყენებს იარაღს ეგ გამოიყენებს რა ეგეთი ტიპი არის თავისი რელიგიით და იმით ეგ მაგდენს არ დაახანებს თან ძლავრი ის არის ეგ მაგ რეგიონში და ისტორიაც აქვს მაგას ძლიერი ამბიციები ირანი იგივე სპარსეთია ხო და მაგ რეგიონში დიდ როლს თამაშობს ბიბლიური ისეც აქვს მაგას ხომ ისტორიული წარსულები პატარა ქვეყანა არ არის გაიხსენეთ ეგ დიდება მაგის სპარსეთის და ჯერ დარიოსის დროს და ბერძენ სპარსეთთა ომები მე ეგ შაჰაბაზი და ასე შემდეგ ეგ ახლა რაღაცა მისია აქვს ბიბლიური ეთნო ისინი რომ შენარჩუნებული ეგვიპტეც რო არის ეს ირანი როა ამიგეთ ეს რაღაცა ისრაელი როა ეს ახლა თავის როლს ითამაშებს აქეთ ჩრდილოეთის მხარეც ძლიერდება და ჩინეთი ნუ და ირანზე დარტყმა ოქტომბერში რომ უნდა და ისრაელს და არ დართეს ნება გავიდა დრო უკვე გაზაფხულიც მოვიდა 1 წელი გავიდა და ამასობაში შეიძლება უკვე ხელთ აქვს იმას ის და გადაიდო ეგ ამბები ხო და ამაზე ლაპარაკი აღარც არის ხო ირანზე დარტყმაზე მე მგონი ეგ სარისკო არის და ეგ სირია არ არის ხო სირიაში შიგნით მოხდა განხეთქილება ასე რომ ის გამტყუნდა ის იმედები ხო ამერიკელებმა ისრაელს ვერ გაუწიეს ეს ისეთი ადრე უწევდა რეიგანი და ის და ეს ობამა ცოტა ბრო ამან მთავრობის გადახალისება იმას აქნა ამ ბოლო დროს გადაახალისა და ცერეუსის შეიცვალა დირექტორი ხო ეს დაზვერვის სამმართველოს ხო ცენტრალურ და სადაზვერვო სამმართველოს უფროსი შეიცვალა მთავრობის ისინი პარლამენტმა დაამტკიცა თუ კონგრესმა და ერთ-ერთი მუსულმანიც არის ერთ-ერთი აი ესეთი თუ არ ვცდები მაგუშროების წარმომადგენელი ეს რაღაცაზე მიანიშნებს ხო ეს კარგავს საგარეო ესეთი იმის გავლენას ნომერ პირველი სახელმწიფოს გავლენას და სხვები მოდიან ეს მოასწავებს ზოგად კატასტროფის დადგომას და კრიზისი დაიწყება ეს ამერიკამ პოზიციები არ უნდა დაეთმო აი ობამა ეს არანაირად არ იყო კარგი პირველი 4 წელი არაფერი არ გაუკეთებია საგარეო პოლიტიკად დათმო შტატებმა და მეორე 4 წელიც ეს დაასრულებს ლოგიკურად და ალბათ ეს ავღანეთიც ეს დამთავრდება ეგ ამბავიც გამოსვლები უნდა დაიწყოს ეს სეკვესტრი მოხდა ძალიან მაღალი დონის 800 მილიარდი დოლარის სეკვესტრი მოხდა მაგ სფეროში ეს იმას ნიშნავს რომ სამხედრო ისინი აღარ დაფინანსდება შეიკვეცება ესენი და ეს კარგს არაფერს აღარ მოასწავებს იქნება შიდა არეულები და ქაოსები და ეგ რეგიონი სამხრეთ თურქეთი გაძლიერდება მანდ ირანი და საქართველოს ამ პერსპექტივაში კარგი იმის წინაშე არ ადგას და უკვე მაგ მოახლოებასთან უკვე მაგ არეულობასთან თუ რუსეთთან შედის საქართველოს მის ფიზიკურ გადარჩენაზე ლაპარაკი შეიძლება ვთქვათ ფიზიკურ ახლა სხვა ყვავებაზე რა მოგახსენო იმიტომ რომ ჩვენ წაგვლეკავს სხვა მანდ თურქეთის ძალიან ძლიერი ის აქვს გადანაწილება მიდის ახალი ტერიტორიული გადანაწილება მიდის მანდ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ნეიტრალიტეტი ეს არის სისულელე ნეიტრალიტეტი ეს არის საერთოდ დაუფიქრებელი წინადადება არის რა ნეიტრალიტეტი ვინ გაღიარებს აჯერ რანაირად რომ გადაგივლიან ხო ამიტომ ან იქით უნდა შევეკრათ ანაკით აშკარად ახლა დასავლეთზე ლაპარაკი მოდი ვთქვათ რომ უკვე აღარ არის ეგ არ გამოვა ეგ საქმე ჩვენ ევროპასთან და დასავლეთთან ინტეგრაცია აღარ მოხდება
გადაიდო, არ ვიცი, განუსაზღვრელი ვადით. როდის მოხდება მე არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე უახლოეს ამ 5-10 წელიწადში მსგავსი რამე ესე მოვლენები არ მიდის მსოფლიოში, რომ მართლაც აქეთკენ მიდიოდეს. დამუხრუჭდა სირიამ და ამუხრუჭა. ეგ რო დაიწყო ეგ სვლა, მოდიოდა, მანდა მე ირანი იყო რიგში, მე რუსეთს მოადგენდნენ. მაგრამ აი ობამას მოსვლამ ეს შეაფერხა. დაამუხრუჭა. და ამან უკან დაიხია ისრაელი დარჩა მარტო. ჯერჯერობით ახლა კი აფინანსებს გამოუყვეს დაფინანსება მოხდა. მაგრამ რა ვიცი როგორ წავა ახლა ეს როგორ იქნება? არავინ არ იცის და საქართველოს ახლა ამ კონტექსტში საქართველოს როგორ მოიაზრება? ვისთან დარჩეს? თუ შტატებთან მაგან ესა შტატები კარგავს სოფლიო პოლიტიკურ გავლენას, საქართველოს უკვე ევროპული ინტეგრაცია და ამერიკული ინტეგრაცია მანდ უკვე აღარ აწყობს, აღარ გამოადგება. ამიგეთ, აი ეს არ ვიცი როგორ კეთებ ესა და ვინ აკეთებს ამას, თუ ხა სამყაროში ღმერთის არსებობა ჩვენ ვიცით და არ უარყოფთ, აღიარებთ და მაღალ დონით აღიარებთ. მაგრამ ადამიანსაც რაღაც მონაწილეობა ხო აქვს და რაღაც მისია აქვს ხო ამ დედამიწაზე მოადგილეები ეგენი არიან. და აი უკვე საქართველოს რაში ჩავწეროთ მეთქი, გამიგეთ? იმიტომ რომ იქითკენ წავიდა უკვე ეს სახიფათობის წინაშე დგას თურქეთი გვიტევს ჩვენ დასავლეთიდან. ხო და აი ხომ არ არის ის რომ უკვე გარიგებას აქვს ადგილი და რაკიღას სწორი ახალი გადანაწილებები წავიდა, რომ უკონფლიქტო გადანაწილებები რა. რაღაც დათმობებზე მიდიან ზესახელმწიფოები და ახლა მაგ რეგიონში ზესახელმწიფოდ ჩაითვლება რუსეთი, ირანი, თურქეთი. სხვა მანდ არავის ზესახელმწიფო და აქ რუსებითა და თურქებიც შეიძლება ისე მოხდეს რომ აჭარა როგორც ასეთი რუსებმა ხელი აიღოს. მანამდე თუ არ გვიტევდა თურქეთი მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ რუსეთის გავლენის სფეროში ვიყავით. და დასავლური იმებში რო შევსულიყავით თურქეთი მაინც გააძლიერდებოდა და ევროპული იმით ჩვენ მაინც მაგაჭარას თურქები წაგვართმევდნენ. იქით უფრო მეტი შანსი იყო დემოკრატიით რაღაც ვეღარ გაუხურებდი. გამიგეთ? და თურქეთის სწრაფი ნაბიჯებით მოიწევს წინ, იმიტომ რომ თუ ეგ სწრაფი ნახტომით გააკეთა რუსეთმა, თურქეთი უკან დაიწევს. აი რატო ვთქვი რომ ჩვენთვის დამაზარალებელი არის ახლა ეს ვადა გაწელილი დრო 4 წლიანი 10 წლიანი ხაბურზანია ტყემალზეზის თურქეთი ამ 4 წელიწადში მაგ ადგილს მთლიან დაეპატრონება და ჩვენ შევალთ რუსეთთან და აჭარის გამოკლებით და დაკარგული იქნება ეგ ტერიტორია და რუსეთი ამაზე ხმას აღარ ამოიღებს ხო იმიტომ რომ ეგ რომ დაიბრუნა 300 წლის უკან იქ დაიდო კიდევაც ხელშეკრულება და იმ ხელშეკრულების თანახმად თურქეთმა კულტურულ იმაზე კურატორის როლი აიღო აჭარის მერილიგია რაღაცეები და აი ის ფაქტი რომ სააკაშვილმა დაკვირდა წინა საარჩევნოში რომ გაეუქმებინა ეს ისენი და რა საჭირო არის ამ პატარა ქვეყნებში სამი რესპუბლიკა ორი რესპუბლიკა ერთი ოლქი აჭარა ვერ გააუქმა მან როგორც ავტონომიური რესპუბლიკა აი ეს არის ძალიან დიდი შეცდომა საქართველოს ცნობიერებაში საბჭოთა კავშირში მარტივად ვერ შეასრულეს ეგ არ დაგვიდგა მხარში არ სტალინი არ რომ პირიქით ეს ნაღმები აამუშავეს და ასე დაკუცნოც და ქართველები ხო საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის თანახმად ჩვენ გვინდოდა თქვა კულტურული რაღაცის დაგვეტოვებინა ავტონომია და მთლიანი ცენტრი დალუნი ისენი იყო ცენტრი და პერიფერია ეხლა კი პერიფერია ცენტრად იქცა და ამბიცია აქვს პერიფერიას აჭარა იქნება ეს თუ ის დაკუცმაც ეს და კიდე რუსებმა თუ შემოგვიგდეს ფედერაცია ფედერაციული იმით შევა რუსეთში სულ ყველა თქვა ფედერაციული საქართველოს სამეგრელო კახეთი აჭარა თუ თურქებმა არ წაიღეს თუ აი ახლა სწრაფად თუ რუსები ჩაერია თურქები მანდ ადგილს ფეხს ვერ მოიკიდებენ ხო საზღვარი მანდ რუსების იქნებოდა და ეთყობა რუსებმა თურქებთან რაღაცა ჩაილაპარაკეს რომ გადადგა თუ მიდის დანაწილება საქართველოს ტერიტორიისა მაშინ იცი რა არის აი აჭარა კარგი რა კიღა ვინაიდან შენი იყო და მე წაგართვი და არა ქართველებმა ნუ თურქს იტყვის რომ ეს ქართველებს არ წაურთმევია ჩემთვის მე წავართვი ქართველებს მაგრამ ქართველებს შნუ არ აქვს წამართვას შენ წამართვი ხო ნედი ქურდი მოხვედით ახლა მე შენთან საქმეებს ვაწესრიგებ რა რაღაც გარიგება შეიძლება ვიყიდო ფული მოგცე რაღაცა შენთან ურთიერთობა ავაწყო და მოდი რა აჭარა მე დამითმე რა მე შენ არ ჩაერიო და მე თვითონ მოუვლი მაგ ქართველებს და ამას ჯერჯერობით ბრწყინვალედ ართმევს თავს თურქეთი ამიტომ ივანიშვილი აი ამ პოზიციაში ახლა ყველაზე ძალიან ესეთი გონება ჩლუნგად გვევლინება იმიტომ რომ ვერ გარკვეულა პოლიტიკაში ეს არა პოლიტიკოსი არ არის გაიწელე ეგ დროში ვერც დასავლეთში შედიხარ დასავლეთის წეხანსურათი დაგიხატეთ რა ემუქრება რა მუშავდება თურქეთი და დასავლეთი ხელს ვერ შეუშლის თურქეთს იმიტომ რომ დასავლეთი ყოველთვის არის მომხრე იმისა რომ მოხდეს სახელმწიფოების გამოყოფა ხო აი რაც მოახდინა იუგოსლავიაზე და თურქეთსაც ეთყვის რომ იცი ღარაშო ეს საქართველოს მართლაც მიწოდებული იქნება მათში როგორც იცი და დამპყრობელი ქვეყანა და იმპერია და აწვალებს ოსებს აფხაზებს და აჭარას ჩვენ მთელი 20 წელიწადი ვერ დაუმტკიცეთ ევროპას და იმას რომ არა ვარ ჩვენს ხელოვნურად არის შეთითხნილი
დღეს მაინც ყველა მიცის, რომ ეს აფხაზეთი ეს არის საქართველოს როგორც იმპერია, ეს სახაროვის წყალობით მოხდა რომ გაიტანეს დასავლეთში და ამათ დიდი ისა აქვთ რუსები, მაგრამ მუშაობენ. დღეს მართლაც აი მარტო ესეთი მოქრთამული ევროპელები არ იზიარებენ მაგას. მოქრთამულს უწოდებ, ვინ ჩააწყო სააკაშვილმა. მაგრამ აი ესეთი ვისთანაც ვერ ჩააწყო, ისინი ცნობენ რომ იცი რა, აფხაზეთი, ოსეთი და აჭარა და ისინი იჩაგრებიან საქართველოს ხელში. საქართველოს არის იმპერია, პატარა იმპერია არის, რომელსაც დაპყრობილი ყავს ეს და კეთილინები და განათავისუფლე რა. ოსეთი და ეს და ჩაწყობილები იძახიან რომ ერთად იყოს და ამ დროს ფაქტობრივად რა ხდება? წავიდა ეს რუსები გამოჩნდა ესე იგი უფრო კაი ტიპები, რომ იცი რა არის უშველეს მომხრე იყვნენ ოსეთის განთავისუფლების, აფხაზეთის განთავისუფლების და იცით რა არის დამოუკიდებლობას მე ვცნობ. ესე იგი დააკვირდე რუსეთი თავის ტერიტორიაზე რამდენი ხალხი ყავს ეს ოლქები და ისინი და აქ რატომღაც დასავლეთი ხმას არიღებს. და ამ ნაწილში უკვე იცი რა აღიარებენ აფხაზეთს და ოსეთს. ამ დროს შეიძლება ეს ფორმალურად იყოს აფხაზეთი დამოუკიდებელი, რუსეთის სივრცეში რანაირად იქნება შენ დამოუკიდებელი. რუსეთის სივრცეში ვინც არის არავინ არ არის დამოუკიდებელი. ის რუსული კამპოტი გრიალებს და გარუსებული არის თითქმის ყველა რუსეთში ის ავტონომიები და რესპუბლიკები 100 იმით რო არის რაოდენობით წარმოდგენილი. ის გადარუსებულია ყველაფერი და ფაქტურად აფხაზეთიც გარუსებულია. გარუსებულია ოსეთი, არ არის გარუსებული საქართველო. 200 წელი ეგ ქვეყანა რუსებმა ვერ გაარუსეს. აი ვერაფრით ვერ გადაგარუსდა ხო საქართველო ვერანაირად. სხვა დანარჩენი ყველა გარუსებული არის. რო თურქმენეთი ის აი სულ ყველა რა. ხო და აზერბაიჯანიც კი და დღევანდელი სომხეთიც გარუსებულია. ყოველმა მეორემ ყოველმა სომხური რუსული მაგრაიციან. რუსულია იქ ყველაფერი. ხო? საქართველო გამონაკლისი არის მანდ. ვერა და ვერ მოხერხდა გარუსება. აი უცნაურია ხო ფაქტია რაღაცა სასწაული. ამას მცდელობას აქვს და ბოლო მცდელობა სწორედ ეს არის ახლა. გრძელვადიანის უკვე ჩვენთვის დამაზარალებელი იქნება. თურქები წაიღებენ, სწრაფად ამუშავდებიან და რუსი ახლა ომს ვერ გამოუცხადებს. იმიტომ რომ თავი თვითონ აჭარელები დადგებიან თურქეთის მხარეზე. ხო და მანდ მოსაზღვრე იქნება უკვე ჩვენი დასავლეთი, აი ეს აჭარელი და საქართველო თუ გახვალ გამოხვალ და შეიძლება სანატრელად დაგვიდგეს. თუ მოვიდა ისეთი რომ საზღვარი ისეთი ჩააყენეს რომ ვეღარ გადაიხედავ, თურქეთის საზღვრები გადმოიწია. აიღო 30% ადრე. ხო ეს ლარსი ეს ვოშკი ისენი ბანა რიზე საქართველო იყო ადრე. და არავის არ დაუბრუნებია ეგა. მანდ მოხდა საზღვრის გავლება. აი აჭარა და ეს შემოიერთა რუსებმა დიდი ის იყო ეგა ქართველებმაც მიიღეს ომში მონაწილეობა და რუსეთ-თურქეთის ომი რუსეთის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა და გაფორმდა ეგ ხელშეკრულება და იქ ჩაიდო სწორედ ეგ მექანიზმი, რომელიც აამუშავეს კომუნისტებმა. უცნაურია კომუნისტებმაც კი აამუშავეს ეგ და დაუჯდათ ჭკუაში. თორე ისე წესით ახლა ეგ აჭარის რესპუბლიკა რატო უნდა იყოს ხახნო? მიშიკო მე ვერ გააკეთა. ხო გახსოვთ რომ დაგკვირდა. მე მეცინებო და ვიძახდი ვერ გააკეთებს მეთქი და გაამართლა. ვინ გაგიშვებს? ხედავთ ეგ შეცდომები მაგას მოუვიდე ეგ შეცდომები. იმიტომ რომ თუ აიღე კურსი აიღე ბოლომდე და ხა ნახევარი ზომებით უკვე ეჭვში შეგყავს და მაგალითად მე ეჭვი მაქვს. შენ რუსეთის საქმეს ხო არ აკეთებ და თან ნეგატიური გაგებით. იმიტომ რომ არსებობს რუსეთის საქმე პოზიტიური გაგებითაც რომ რუსებთან ვიყო და კარგად ვიყო. ახლა რუსებთან ვიყო და ცუდად ვიყო რა ეშმაკათ მინდა ხო? ამოცანა არის კარგად ყოფნა და არა ვისთან იქნები. ახლა მე არ მინდა ამერიკაში ყოფნა და ცუდად ვიყო. არ მინდა რუსეთთან ვიყო ცუდად ვიყო. ყველას ეგ უნდა ხო? აი ამას ვინ უწყობს ხელს მეთქი. ახლა რუსეთის ესე წარმოსახვა რომ ახლა ყველა კარგად ვიქნებით. ხო, აი ეს დაპირებებიც არ არის სწორი. და მიშიკომ უკვე ვერ გავიგე ბოლომდე ქონდა გარკვეული საით მთელი ხალხი თუ მაგასთან იყო. რა იყო ეს აი არ გვეუნება ბევრ რაღაცეებს. რატო იყო სამღვდელოებასთან აი ესე უკვე რო ქულები უკვე აქეთ დაიწყო დაწერები, მოტრიალება მაგან. და ფაქტურად ახლა უკვე მამისი აი ეს მუხრუჭი უკვე ხედავთ აი იჩინა თავი. დამუხრუჭებას მე მოყვა თავისებური ფეხის დაჭერა რომელიც გაზი არის და ეს შემოbrunება უკვე აქეთკენ მიდის. და ჩვენ საშუალების წინაშე ვართ, აი გეუბნებით. თუ რუსეთისკენ ჩვენ ახლა ამ ეტაპზე სწრაფად არ წავალთ და წავალთ გვიან, აჭარა გადის იმიდან. მეჩეთი მანდ უკვე პირდაპირ ივანიშვილი აკეთებს მაგას და ივანიშვილი გამოხატავს აზრს, ასე თუ ისე მაინც რუსეთის აზრია და კრემლი და შივლაშვილის. და ესე თამამი განცხადება თურქებთან რომ ჩვენი მეგობრები არიან და ძმები, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ნელ-ნელა შემოცურდნენ და ეგ ტერიტორია მიდის. ხოლოდ რუსეთის ხელდასხმით. რუსის გარეშე მანდ არაფერი არ მოხდება. რუსეთი რაკიღა მაგ რეგიონს თმობს. რაღაცაშია საქმე, ან გაიყიდა ტერიტორია, ხა თურქებს ფულიც აქვთ. ყველაფერი შეიძლება თავის დროზე ალიესკა რუსებმა გაყიდეს, ამერიკა მიყიდა და
ფული ბევრ რამეს აკეთებს. დღეს ტერიტორიების ყიდვა ფულითაც შეიძლება. აიღე შენი იმით. მით უმეტეს ამდენი მეჩეთები წამოჭიმეს. აი რას მივაწეროთ ის რომ ვიზიტი გაკეთდა თურქეთში და არც რუსეთში, არც ვაშინგტონში. ივანიშვილის ვიზიტი იყო თურქეთში. რა საქმე აქვს ივანიშვილის ერდოღანთან? მე არ მესმის. რაუდის გახდა ძმები ეგენი და მეგობრები. რუსეთი გასაგებია 200 წელი მანდ ვიყავით და 200 წელი მტრობა რუსეთი 120 კეკებელი ჩვენ თურქეთიდან უფრო გვახსოვს. ხო? ეს იყო ყველანაირი მტერი ჩვენი, აი ფიზიკური განადგურება, ხოცვა-ჟლეტა, ქალების აწიოკება, ბავშვების, ასეთი რამე მასიურად რუსებს ისტორიაში არ გაუკეთებია და არც ერთ სოფლიო იმას. აი ამის მერე შენ მეგობრებად აცხადებ აზიზიას მეჩეთი იცი იმან ააშენოს, ეს ვისი მითითებით არის? რუსეთის გარეშე აკეთებ ამას? რუსეთის გარეშე ხო იცი ეგ ვერ გააკეთებდა. ამიტომ ვიძახი, თუ გაიწელა ეგა, გაწელა სწორედ იმიტომ არის, რომ ნელ-ნელა ესენი ჩაბარდეს ისე და ეს დაბრალდეს არა რუსებს, დაბრალდეს სააკაშვილს. ვიღაცას ხო უნდა დააბრალო, ქართველს. და ეხლა ყველაფერი ხო სააკაშვილს ბრალდება. დამიჯერეთ ამ წუთში ქართველები ყველაფერს მანდ რო თურქები ბოგინობენ, სააკაშვილს აბრალებენ. მე ვიძახი რომ ეგ ეგრე არ არის. ახლა არ მინდა რა ვიყო ბრმა და მარტო ერთი კაცი ამოიღოთ მიშანში. აი ეს შეეცდა თელერიგ რაღაცეებში, მაგრამ ეგ ვერ გაერკვა ამ პოლიტიკაში. მარტო ხომ არ არის საქართველო, იქ ახარ, აქ ახარ. აგერ უზარმაზარი ირანი, უზარმაზარი თურქეთი ხა. თურქეთი არის ნატოს წევრი და ერთ-ერთი უზარმაზარი, მაგ რეგიონში ნომერ პირველი ეგ არის რა, მუსულმანურ სამყაროშიც კი. პოტენციით და ყველაფრით რა. ხო, არ ვიცი, გვერდს უმაგრებს ნატო, მე ხალხი 80 მილიონამდე არის უკვე, ეკონომიკაც ასე თუ ისე გამართული აქვს. 2 მილიონი ჯარისკაცი ხავს, ყველანაირი იარაღი აქვს მაგასაც. და თუ დაჭიდება ნატო გვერდზე დაუდგება და კონფლიქტში რუსები თურქებთან ვერ შევლენ, იმიტომ რომ ნატოს წევრია. ამდენად ეს რო წავა ეგა, რომ წაიღოს ეგ ტერიტორია, რუსეთი ვეღარ დაგვიბრუნებს ჩვენ, როგორც ადრე დაგვიბრუნა. შეება თურქებს და წაართვა ეგ ტერიტორია. ეხლა ამას ვეღარ გააკეთებს. იმიტომ რომ ნატო ჩაერევა. რუსებმა ხო იცის. ხაბურზანიამ საერთოდ იცი ის. გრძელვადიანი ის ჩვენ დაპირებები რუსეთთან შეერთებისა, თუ რუსეთთან მიდივართ, ჯობია ეხლა შევიდნენ. ჩემი აზრი ასეთია, თუ მაინც არ აღწდება რუსეთთან შესვლა, დამიჯერეთ თუ სწრაფად ეგ არ მოხდა, თუ სწრაფად არ მოხდა. და აი რა, თუ სწრაფად მოხდა რუსეთთან, რა გაირკვევა? ორი რამ გაირკვევა. უკვე რუსეთთან ხარში ჩვენ დგომით, ჩვენ თურქეთის იმას რაღაცნაირად ავირიდებთ ექსპანსიას, თურქეთის საზღვრებს მოვაწესრიგებთ და აჭარაზე უკვე ჩვენ გაძლიერებული მას ვიმოქმედებთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის დახმარებით. ოპტიმალური ვარიანტებს ვეძებ მე დიპლომატიურ დონეზე. მე ასე ვიმოქმედებდი სწრაფად პოლიტიკა რო საშიშროება არის თურქეთი და რუსებს მე მოვთხოვ იმას რომ შენთან იმიტომ მოვედი რომ თუ წამართვე აჭარა მე პირიქით მე შენთან იმიტომ მოვედი რომ პრეტენზიას ვაცხადებ დამიბრუნო შენ რაღაცები და ამიტომ ვარ შენთან და ეს რო გაირკვევა ბოლო აკანჩაწელნად აი საბოლოოდ რუსეთს ატაშოს მისცემს ქართველი ერი რა და ეს უფრო კაი არ არის ვიდრე 200 წელი ვერ გავარკვიეთ ევროპელები ვართ თუ აზიელები ვართ 200 წელი შეიძლება თვით გამორკვევას შეწიროს ერმა აი დღესაც 20 წელიწადია ერმა ვერ გაიგო დასავლეთი თუ რუსეთი დასავლეთი როდემდე იქნება ეს ყანყალი იქით-აქით და ეს ახლა ხაბურზანიას ეს გამოსვლა ახლა 4 წლიერი და 4 წელი კი არა ბიჭო რაღაც 2-3 წელიწადში თურქებმა მათ ფეხი მოიკიდეს მაღალდონე მე რა გარანტია იქ ჩინელები შემოვლება რუსები კიდე ამით რო შევა რუსებს პრობლემა არ აქვს რუსებს შეუძლია გაარუსოს თელი რიგი რაღაცეები მძლავრი ის აქვთ ეკონომიკა მათ შედარებით ფული სამხედრო მიწები და მაგათი დროს დადგებენ ჩვენ ერთ დღეს რომ ეგ რო დაპატრონებიან ახლა მიწას და ცარიელია კიდე არ გინდა მაგას მაინც შეესევა ხალხი ხო ვერ გააჩერებთ ამას აი შემოგვესია ჩვენ ხალხი ამას ვერც ეროვნული მოძრაობით გააჩერებთ ვერც ძალით აი ვერავინ ომს ვერ დაუწყებს ჩინელებს წაეთრიეთ თურქებო წაეთრიეთ ისე ტექნიკურად შემოვიდნენ როგორ უნდა გაგვი ცხენზე ამხედრებული არ შემოსულა თურქი მანდა შემოვიდა ეკონომიკით და ჰუმანიზმით და საერთაშორისო გაგებები და ნორმები და ნატო და ამბები და გაიხსნა კარები და ეხლა ჩვენ თუ რუსეთთან დააგვიანებ შესვლას ამასობა შეგადგილი აღებულია თურქეთს და რუსები თურქებს ხوار წაართმევენ მაგას მომეციეკ ტერიტორიაო გეტყვი რა მოხდა შენც მიდდეი არის იქით-აქით იშამ თქვენ რო თქვით ესე იგი კი ქონდა რაღაცა ეს თეორიები ბოლომდე მაინც ვერ გაერკვა ეგა ხო სწორია ტიესე მართლა აპირებდა მაგრამ აგერ მართლმადიდებლობამ დაამოხუჟა ეს კაცი იმიტომ რომ რუსებთან ურთიერთობა ჩვენ რომ გავიგოთ ჩვენი მდგომარეობა ჩვენ უნდა გავიგოთ რუსებს რა ამოძრავებს ამიტომ ჩვენი დიპლომატია უნდა უმუშავდეს ესე ქართული ყოფიერება რო შევინარჩუნოთ და ქართული რაღაცა საქართველოს სახელმწიფო და არა ქართველები
ამიტომ უნდა გავიგოთ რა ჩანაფიქრი აქვს რუსებს რა და მანდ უნდა ყავდეს შენი სტოვრები შენი დიპლომატები აბა დიპლომატიას რა აზრი აქვს დიპლომატებს რა ამოცანა აქვს ჩემი ინტერესები და რო გააგზავნე ეს ქართველი იქადა ელჩათარი და დებილი არის ხო უნდა გავიგო რა ამოძრაებს რუსებს ჩვენს მიმართ და ეს რაღაცა ყველანაირად უნდა ეცადო რომ დაზვერვაც უნდა მუშაობდეს მათ ხომ შენი აგენტები წლობით უნდა იყოს იქა თუ ეს ვერ გავიგეთ ჩვენ ვერ გავიგეთ ჩვენ მდგომარეობას ჩვენ ვიქნებით ესე ბრიყვებით აი რუსეთი გვინდა ამერიკა გვინდა გვაჭამე მასვი ამასობაში ჩვენ ვქრებით როგორც ეთნიკური ერთეული ჩვენ გავქრებით რა თქმა უნდა მაგას ლაპარაკი ესე თუ გაგზელდა და ახლა ეს გზა ეს არ მიდის ერის გამტკიცება გაზრდისაკენ და დემოგრაფიული აყვავებისაკენ პირიქით მანდან ხალხი გაიქცა ქართველები გავიდნენ ნახეთ და მათ სხვა შემოდის ხო შენ რო გადიხარ სხვა უნდა შემოვიდეს ტერიტორიას ცარილის არ დატოვებენ აი ჩინეთი ხო ხედავ აი მილიარდ რა კანონები არ მოიღეს რომ ბავშვები არ გააჩინოთ ეს კანონი ახლა გავდა თვითონ კანონზომიერებამ რომ გამრავდა მილიარდ 300 იხუთხვა და აქეთ სოფლიოს მოედო ჩინეთი აი სოფლიოს მოედო იმიტომ რომ იქ ტერიტორიები გადატენილია შანხაი გინდა პეკინი აი პრაქტიკულად ვერ იცხოვრებ და თბილისიც ახლა ხვალ რო გახდეს სიტყვაზე ვიზახე 3-4 მილიონი ვიღაცები მანდიდან კანონზომიერება მოგაწובה სოციალური ტალღა და გაგიშვებს პერიფერიაში აბა დაიხჩობი ისე და ცარიელი ადგილებია ბევრი და ამ დიდ ქალაქებს სწორედ სახელმწიფოს ეგემუქრება სახელმწიფო აი მილიარდი რო ვიყოთ ქართველი ამ ჯებირებს გაარღვევს ქართულ საზღვარს და ქართველები გაარეწავლენ საცხოვრებლად ეს იმიტომ კი არ არის გამოწვეული რომ ჩინეთში გაჭირვება არის დემოგრაფიული საშინელი სიმჭიდროვეა და გამოედინნენ გაიხსნე ჯებირები და სოციალური ეს ჩინური ტალღა მოედო მსოფლიოს გამიგეთ ამას როგორ შეაჩერებს ქართველი რო იძახეს არ მინდა წაეთრიეთ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ მეგობრებო ამას შენ ტერიტორიას ვერ აითვისებ შენ არ გამრავლდები შენ შემოვა სხვა მაგ ტერიტორიაზე ქართველების 70000 კვადრატული კილომეტრი რო იყო მანდ უნდა ერთი 12 მილიონი დაეტევა ქართველი თავისუფლად 12-13 მილიონი აი თავისუფლად რა რომ კარგად გადანაწილდეს ყველა რეგიონში მითხარით ნახეთ 12 მილიონიდან ჩვენ ჩამოვიდით 3 მილიონზე ესე იგი ადგილები სუცარიელია მაგ ცარიელ ადგილები შეიძლება თქვენ წარმოიდგენთ რომ სუცარიელი იქნება ეგ შეივსება 100 წლის მერე ეგ შევსებული იქნება თუმალია და იქნება სხვა ხალხი რომელი ხალხი საიდანაც გამრავლებულია ინდოეთი და მოდიან დაგვიდით ინდოეთი და ჩინეთი მოდის იქ პრაქტიკულად ვერ ეტევა ხალხი იმგები გაიმსო რა მოკლედ რა ავტობუსს რო შევადაროთ ავტობუსში ხლა ყველაზე მეტი ხლა ხალხი ჩამოდი ვეღარ შედიხარ და მოდიხარ იქიდან შენ ჩამოდიხარ თორე ჩაფიქრებული კი არა აქვს საქართველოს დაპყრობა ან ჩინეთ ჩაფიქრებული კი არა აქვს სოფლიოს დაპყრობა აი გავიდნენ სულ ყველგან რა გამრავდა და ეგ არის უცნაური როგორ მრავლდება ეს ხალხი მალთუს დავის დროზე და ეხლაც მუშაობენ როგორ გაწყვიტონ ხალხი მაინც პლანეტაზე რა ღონისძიებები არ არის რა ყველა ფიქრობს ნამდვილია ესე ყველა მეცნიერი რომ რაღაცნაირად დედამიწაზე გაანახევრონ ხან ვირუსს შეუშვებენ ხან ომები არის არა მატებაა მაინც დემოგრაფიული აი მიუხედავად ამის ამდენი დაავადებები ამდენი პლანეტა დემოგრაფიულად იზრდება ყოველწლიურად 7 მილიარდს გადააბიჯა მიუხედავად ამისა პირველი მსოფლიო ომი მეორე მსოფლიო ომი მე ამდენი საწამლავები ამდენი კიბოები ამდენი მატებაა მაინც ყოველწლიურად ამერიკაში 2 მილიონი ნახევარი კაცი კვდება მაგრამ მატებაა მაინც ნახეთ 318 მილიონია მოსახლეობის და ეს წარმოიდგინეთ რომ დაგროვდება კიდე არ გინდა ეს ჯებირებს გაარღვევს და ის ცარიელი ტერიტორიები რომელიც ავსტრალიაში არის კანადაში არის არგენტინაშია რუსეთშია შეივსება შენ ვერ შეავსებ სხვა შეავსებს ჩინეთში შეავსო ჩინელმა და ისე შეავსო გადაივსო და მოდიან იქიდან აბა თქვენ გინახიათ პატარელი სადმე აყრილიყოს მონგოლი სადმე წავა რაც არ გაჭირების გამო კი არ გარბის ხალხი სულ სხვა რამეა მანდა ეს რელიგიურად თუ შეხედავ თეოლოგიურად გაიგებთ ყველაფერს ამაზე აფიქრე მაგ და იმ აპოკალიფსის სურათებამდე მივდივართ რო გვიხატავს რა მოხდება და წარღუნა რატომ მოხდა წარღუნა და ღმერთი ამრავლებს და სპობს ასე იგი თელი დედამიწაზე ხალხი მან წარღუნით მოსპოდა აი ერთი თაობით გააბრავლა ისევ ღმერთს ეგ შეუძლია ასე რომ მალთუსის დარვინის ეს გადაჭა გიტლერსაც უნდა გაეწყვიტა ყველა გაწყვიტა თვითონ გიტლერი გაწყდა არ გამოის ღმერთი აკეთებს ამას და როცა იქნება ეს უნდა დამთავრდეს და სამყაროს აქვს დასასრული კაცო და აი ამ კონტექსტში ქართველების აი ესეთი დიპლომატიური განცხადებები და პოლიტიკური რასასაცილოა იცი აი საქართველოს ჩვენია საქართველოს იღუპება საქართველოს გადავარჩინოთ ეხლა დასავლეთი გუყავს და რუსებთან
რა რუსეთსაც პრობლემა აქვს. იმ ტერიტორიებს აითვისებენ. რუსი ვერ მრავლდება ისე რომ 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი რუსმა აითვისოს. როდემდე იქნები თოფით და ხიშტით მანდა რა რუსებსაც პრობლემა აქვს. აი ევროპას დააკვირდი როგორ არის ევროპელი გადაჭედილი ევროპა. საფრანგეთი გაჭედილია. ხო იმატა და 60 მილიონია მოსახლეობა. აი პარიზში ვერ გაივლი, მოსკოვში ვერ გაივლი. მაგრამ მოსკოვი გადაიჭედება, გაარღვევს, სარღვევს და მას აქვს ტერიტორია ჯერ. და რუსი ერი ვერ მრავლდება, დემოგრაფიულად მატება რუსეთში არ არის. როგორ უნდა შეივსოს ეგ ადგილი, ან ადგილობრივით, ან შემოსულით. ასევე იყო ამერიკაში, შტატებში. შტატები ვინ შეავსო? ინდიელებს არ შეუსია. ინდიელები ვერ მრავლდებოდნენ. ვერ გამრავლდები ცხოვრების იმ წესით, რომელიცაც ინდიელი ეწეოდა აქ. რა მოხდა? ევროპიდან წავიდა ხალხი. ინდიელმა ვერ დაამარცხა ეგა. ეომა, მაგრამ პირიქით თვითონ დამარცხდა. და 200 წელიწადში 318 მილიონი მოსახლეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ტერიტორია კიდე იმდენი არის აქ ასათვისებელი, რომ თავისუფლად ჩაეტევა 1.3 მილიონი. 1 მილიარდი კიდე ჩაეტევა ამერიკაში. აი აქ შეიძლება მოდიან თუ თვითონ ამერიკელის დემოგრაფიული ზრდა შეჩერდება ერისა. შემოდიან იქიდან, გარედან. მოდიან ინდოეთიდან, სადაც ბევრია ხალხი, სადაც ჭარბად არის დასახლებული. ხო და ამიტომ საქართველოს აი ამ კონტექსტში როგორ უნდა ეშველოს საქართველოს? აი ხო უნდათ მაგათ ერი გამრავლდეს. როგორ უნდა გაამრავლო მანდ ერი? რანაირად? მე როგორ უნდა განდევნო ჩინელი? მაგას ვინ გაგანდე? აი გამორიცხეთ ეგა. ხო ღმერთი აკეთებს ამას. აბა მითხარით დაბუდოს თუ ეგ ადამიანს შეუძლია. გაყარონ თურქები. სცადონაბა რა ამბავი ატყდება. აი საერთაშორისო დონეზე რა ამბავი ატყდება, დღეს რო პარლამენტმა კანონი გამოცეს, ყველა თურქმა დეპორტაცია გაუკეთონ. რუსებმა ვერ გააკეთეს ეგ რომ დეპორტაცია ქართველებისთვის რა ამბავი ატყდა, რო დაიწყეს და შეაჩერეს. ღმერთის ხელია მანდ. ამიტომ გამოსავალი სად არის? აი იმაში არ არის ყოველ შემთხვევაში ქართველები პრიმიტიულად რო ხედავს რომ ქართველები საქართველო შედალოცელო ერი ვერ მრავლდება, სულ პატარავდება. მე ეს დაპატარებული ერი შეიძლება გარეთ გაიყაროს. ყველაზე მცირე ერი ვიყავით და გავიყარეთ. ჩინელი იმიტომ გავიდა გარეთ რომ ადგილი გავსებულია ჩინეთში. ქართველი ერი იმიტომ კი არ გამოვიდა საქართველოსთან რომ ადგილი აღარ არის მანდ. გამოვიდა საშოვარზე და იმ ადგილზე, იმ სახში სხვა შევიდა. შევიდა ჩინელი, ინდიელი, თუ რა ქვია ინდუელი, ინდუსები მოდიან ეგენი, ხო? აი ამას ვერ შეაჩერებთ. აქ არის სწორედ ღმერთის ხელით თუ დაინახავ თეოლოგიური სურათი ისტორიისა და პლანეტისა წაგადგებათ და იქ ჩვენი ადგილი და როლი. ამიტომ მე ეროვნებიდან პირადად მე ამოსული ვარ რა. მაგათ იმაზე მტერი იქნა ხო დავიღუპე. დაიღუპება რა, ესე მეც დავიღუპებ და მე ერთთან იდენტიფიცირებას არ ვახდენ. და ეს არ არნიშნავს სამშობლო არ გიყვარს, ეს სისულელია ეგა. არც ბიბლიაში შემხვედრია პატრიოტიზმის თემები და რა. მანდ პრობლემა ასე დგას. სამყაროს რა ელოდება, როგორ დასრულდება დედამიწა და სად ვიქნები მე? და სად იქნება ეს ხალხი? და რა იქ ეროვნულობა იქნება? აი ეს ცნობით მოვიდა იესო და 2000 წელია ეს მიდის დედამიწაზე. ვინც ამას აიღებს, გროვდებიან ახალცა და ახალ დედამიწისთვის ახალი მოქალაქეები და პავლეს თქმით ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია. ხო, ან ცაზე ამ ღურბელზე კი არ არის ლაპარაკი. აი ეს დანიშნულებაა ქრისტიანობას. ამიტომ თქვენს გირჩევთ რომ მეტი მედიტირება ამ თემებზე იყოს, რათა ჩვენ ახალ პლანეტაზე, ახალცა და ახალ დედამიწაზე შევიდეთ. ამ ცოდვადაცემულში შემოვიდით. მადლობა ღმერთს რომ შემოვიდით, იმიტომ რომ არ გავჩენილიყავით, არ ყოფნა ძალიან ცუდი რამეა. წარმოგიდგენიათ არა რა? აი რამდენი რამე მოგვაკლდებოდა, იცი არ ახარ, არ ყოფნა საშინელება არის. მადლობა ღმერთს, თუნდაც ცოდვილ პლანეტაზე მაინც შემოვედით. მე მაინც მადლიერი ვარ. ხო? რატომ გამაჩინე ამას არ ვეტყვი. მაზია რა ამას ისეც ვიცი და ეხლა აქიდან 100%-იანი ჩვენ გავდივართ იქით, ეს დამთავრდება. ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული. სულ ყველა და 2000 წელი ქრისტემ ეს შემოიტანა, აი ამ ეს არის გავრცელება. და მართლაც ყველგან შევიდა ეგა. აი ინდიელიც აიღებს, ინდუელიც, ყველა ერებიდან ამას გარკვეული რაოდენობის ხალხი ამას მიიღებს და ეგ გამოირჩევა და ესენი შევლენ ახალსა და ახალ დედამიწაზე. დანარჩენი გადაიყრება. დანარჩენი ჯოჯოხეთში. ხო, ამიტომ ვიძახი რომ ჩემი მიდგომა ამ საკითხთან ასეთი რო არის, შვების მომგვრელია და ეხლა არ მომიდგენია ის ქართველი, ვისაც ეს არ აქვს თავში და რა აქვს, საქართველოს იღუპება, ვაიმე, იქით რუსეთი, აქით რა მეშველება და სიკვდილის მერეც რო არაფერი წარმოდგენა აღარ აქვს და ყალბი რელიგია, შიოლაშვილის ბოდვები, მკვდარი გიყურებს იქიდან და
იესო მოვა ქართულად ილაპარაკებს და საქართველოს კურთხეული აი რა წარმოიდგენთ მაგათი საშინელება. აი ეს პოლიტიკურ ჭრილშიც განვიხილეთ და მე მგონი აქ ყველანაირი დასკვნები უკვე ახლა არის რა განხორციელება. არ არის კარგი მდგომარეობა როგორც ფიზიკური ერთეულისა საქართველოსი, როცა ასეთი მოწოლა არის და ნუ იტყვით იმას რომ ღმერთი არ არსებობს. ღმერთი არის, ღმერთი. ამიტომ ვიძახით მთელი ერის მოსახლეობის 30% რო ამაზე მუშაობდეს. არ არის პრობლემა გადარჩები და ვისაც არ უნდა ჯანდაბამდე გზა ქონია. აი სამუშაოები არ ჩატარებულა. ეკლესია ვითომ გვაქვს, საპატრიარქო და არ მუშაობს ამ საკითხებს. ეგენი უნდა იყვნენ ამ საკითხებს, ხატავდნენ ამ სურათებს და ქართველში სხვა რაღაცა წამოდა მოსახლეობა. არ არის მარტო ქართველი, საქართველოს მოსახლე რა. როცა დაყავი ესე მოსახლეობა ქართველად და არაქართველად, შენთან ის მოსახლე აღარ შეიკრება. შეიკრება თურქს, შეიკრება რუსს, შენთან არ იქნება. ამიტომ რუსეთთან შეერთები ახლა ალბათ ყველაზე მეტად უფრო ახარებს არაქართველებს უფრო მეტად აზერბაიჯანელებს, სომხებს, აი მაგათ, იმიტომ რომ წადი თქვენი ერთი რა. და ვინც ის არ იძახიან და ჩუმად არიან როგორ ხარობენ ალბათ რა. და ოსებიც რო გვეტყვიან, არ გინდოდათ, აქ ხართ, აფხაზე არ გინდოდათ. სააკაშვილის შეცდომა არის სწორედ აი სიბეცე, რელიგიური, აბსოლუტური ნული რელიგიაში. აი მაგათ დაგუპეიგა. ჩაგადახვია შიოლაშვილს ხელი და მერე დაიწყო შერიგება მაგას და თუ ეგრეა, გადი მე არ მიდიხარ შენ ივანიშვილი. ივანიშვილი კიდე აბატონოა. აჰა. კაცი მიდის და ერდოღან ეგრო სააკაშვილს გაეკეთებინა. 2-3 წელს უკან რა ამბავი ეტყდებოდა საქართველოში? კაციშვილს ხმა რა მოუღია რა. ამ კაც არაფერი არ დაუმალია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემაც ეგ განცხადება გააკეთა. და თურქები არიან ჩვენი ძმები, ჩვენ მოგვიდა არ არის პრობლემა მე აზიზიას მეჩეთი. კარგი, სხვა სახეს დავარქმევთ. და გაგებაში არ არიან იმათ რა პოლიტიკა აქვთ. იმათ ის მოდიან და მოდიან. 27,000 მოქალაქე არის თურქი საქართველოში, მაშინ როდესაც რამდენი მოქალაქეა ქართველი თურქეთში და ქართველებს. თურქეთის მოქალაქე ყველა თურქია. ვერ გახდებით რა ქართველი. აჭარა თურქეთში რო გადავა, ზუსტად 10 წლის მერე მან ქართული ენა აღარ იქნება. თუ უკვე დავიწყებს ეხლა არ ეცემა. რაში გამოგადგებოთ ეს ქართული? თურქეთში მცხოვრებლებმა თავიანთი ენა იციან? დამორიცხეთ ეგა ტურისტმა კი. მაგრამ თურქეთის მოქალაქე იყო ნიშნავს ენა თურქულია. ყველა თურქეთში მოქალაქე თურქია. ქართველი აღარ ახარ შენ. დაიწყე მე იქა იშხანი, ბანა, ან რასისულელი იყო. ჩვენ აქ სანაცვლოდ იქ თურმე იქნება რესტავრირებული ოშკის ისე და ილოცებს. ვინ ილოცებს? სად არის თურქეთი? თურქეთში ყველა მაცხოვრებელი მუსულმანია. მრევლი იქ არ არის და. ეხლა ივანიშვილი რა დებილია? რა, მე ვიცი მაგან არის ის. ესე იგი რა ის არის ესა? რა პოლიტიკა არის? რაღაცა გარიგებაა თურქეთსა და რუსეთს შორის. მერე თურქეთმა გადმოწიარა საზღვრები, თურქეთს უკან ნატოა, ამერიკაც შემოვიდა. შენ არ ვარ გიხარ და ამერიკამ რა გაიკეთოს? გაიხსნა საზღვარი, ერთმანეთს დავერიეთ. ევროპა არ გვინდა, ევროპა საზღარია. გამსახურდე მოვიდა გიჟი იყო, ქართველი არის მაგარი, მისია ჩვენია. ამ გამოგაჭუკა. ანიქით უნდა იყო, ანაქით უნდა იყო. თუ სასწრაფოთ ეხლა, სასწრაფოთ. რუსეთს და მე უნდა მოვთხოვოთ რუსებს, იცი? მე უნდა გავახუროთ რუსეთიდან თურქების განდევნის საკითხი და რაღაცა. თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ პრიჩინა მაინც მექნება, აღარ მინდა შენთან ყოფნა რა. დამანებე თავი. სასაცილო ის იქნება რუსეთთან შევიდეთ და რუსეთთან დავრჩეთ, ვიყო და დაკარგულია აფხაზეთ, დაკარგულია ოსეთ, დაკარგულია აჭარა. აი მას ქართველი როგორ მოინელებს მე არ ვიცი. ჩემთვის ეგ პრობლემა არ არის. სად ვიქნები, როგორ ვიქნები ამ დედამიწაზე. ჩემთვის პრობლემა არის მარადისობაში სად ვიქნები. გამხმარი პური და რაღაცა არ მომაკლდება, ეგ ტყუილი არის, ხო ღმერთი? არასოდეს არ მოგვაკლებს ამაზე. მეტი პრეტენზიები ჩვენ არ აგვაქვს. და აგაზე ახლა ამტკივდეს თავი, ახლა რუსეთთან იმიტომ მიდიხარ, რომ ეს ტერიტორიები კაცო წართმეულია და თუ შენ ახლა შენთან მამყოფენ დამცირებული ხომ მოვიდე და თან კიდე არც აფხაზეთი, არც ოსეთი, აჭარაც წამართვი. ისმის კითხვა რა მინდა შენთან? დაკარგული ტერიტორიებით ისევ ევროპას მან შევეტენები, წავალ და მეტი საზღვრები მაქვს და მეტი გადასვლა გადმოსვლები, ხო? აი სააკაშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, იმიტომ რომ მას განათლება არ ეყო განათლება. ესე არ არის რა პრეზიდენტად ხა ენებით მოხვედი პრეზიდენტი. ჯობდა არც ერთი ენა არ იცოდა და იყო მხეცი პოლიტიკოსი. ენა გითარგმნის აჯანდაბად გინე ენა. აგი მოვიდა ენა იცის, ის იცის. აი ვერ გაერკვა სიტუაციაში. იწანწალა ზეითქვი, საბოლოო ჯამში ფულის კეთებაზე მოჯდა. საბოლოო ჯამში ზიზღი შეიტანა ქართველებში და ისევ მაინც ესე დაჩაგრულები და გაუბედურებული რუსეთის პარტია და იქით მიდივართ. რა ვიცი, რა ჭკუაზია, ეგ კაცი არ ვიცი, თოფი უნდა დაიხალოს რა. ნახოთ აგერ 19 აპრილიც მოვა. ეგ უკვე всё რა, ეგ ისეთი ამბავია, რომ მანდ უკვე ჩაშვებული ეგა კამპოტი რა. შიოლაშვილის თამადობით ჩაშვებულია
და შიოლაშვილი უფრო დიდი ფიგურაა, ვიდრე ნებისმიერი ქართველი მათი. შიოლაშვილმა რო თქვას ხვალიდან აი ექსკრემენტის ჭამა დაიწყებს ხალხი. დამთავრდა ეგ შიოლაშვილმა გაუშვა ეგ მოცეკვავების სწორი თქვი თქვენ და მაგის გარეშე გამორიცხეთ როგორ ეკლესია არ გაკურთხოს ხო არ გეშინია? სააკაშვილს არ ეშინიათ ივანიშვილა. თავარია შიოლაშვილი რაზეა? შიოლაშვილმა აკურთხა და გაუშვა ხალხი. დამთავრდა რა ეგ ამბავი. სახეზია ეგ რა ვიზიტით იყო და რისთვის იყო და ეხლა მიტინგების მოწყობით ეხლა და ხელახლა 9 აპრილების მოწყობა ჩვენ არაფერი არ გამოგვადგება. თუმცა 19 აპრილს ძალიან მეეჭვება მან სააკაშვილმა ერთი 100,000 კაცი შეკრიბოს მომხრე ევროპის ინტეგრაციისა. უკვე ხალხს ყელშია გამოსული რა. აი ესეთი პირობებია ამ კრიზისულ მდგომარეობაში როგორც არასდროს ქრისტიანული მსოფლმხედველობა და ქრისტე ყველაზე აუცილებელი სამკურნალო საშუალება არის და გადარჩენა და ხსნისთვის. აკი თვითონაც მხსნელი ქვია იესოს. ამიტომ არის ჩემი გამუდმებული აქცენტი იესო ქრისტეზე. ეს ამერიკელს კიდე გასაგებია გაუგებ რატომ არ უნდა იესო ქრისტე. ქართველისთვის ვარ გაოცებული რა. ამერიკას კიდე გაუგებ. იმიტომ რომ აი მიწა გამხელა ქვეყანა დროშა, რაში მჭირდება გიტყვის დებილი. ქართველს ვერ გაუგე. რატომ არ გინდა იესო? არაფერი სხვა საშველი არ არის. მაგის კულტივირება არ მეტის. იმიტომ რომ კაკებემ კარგის დაგვიტოვა მათ. მართლმადიდებლური ეკლესია. გამოათაყვანა თუ არა ხალხი. გამოთაყვანებული ხალხის მართვა შიოლაშვილს შეუძლია და სააკაშვილს აღარ. ვერც ივანიშვილი მართავს მაგ ხალხს. მართავს ბეყე ეკლესია. და ერთი კიკილა ის რო გამოვა მან და რომელიღაც ამღუდელი და იმას დაუპირისპირდება, აგით ვერ შეაშინეთ შიოლაშვილს. იმ აზრებით და შიოლაშვილთან წილ ნაყარობით და საზიაროთ ეკლესიის საზიაროთ ევროპული ინტეგრაციები გამორიცხოთ. ასე ანეს. იქით შესულა კიდე გითხარით რა საშიშროებას წარმოადგენს. თუ სწრაფად არ მოხდა აჭარა დაკარგულია, იმიტომ რომ შემოვიდნენ რა. და თუ კიდე მე უფრო მეტი თუ სწრაფად არ მოხდა ის სასომხეთიც ეგრეა. რუსებს უნდა ყველა შემოიყვანოს რა თავის იმაში და მე დაურიგებს ფედერაცია და როგორც აი რესპუბლიკა და ოლქი და ბოლოს მე დავრჩებით და თბილისის ოლქი იქნება რა. სამეგრელო შეიძლება გამოცხადდეს ფედერაცია. რუსული დიპლომატია იდით არის უცნაური რომ ეგ არავის არ ენდობა. და სხვა ამერიკული და ესენი ნდობის ფაქტორი აქვთ ამათ. ესენი არავის არ ენდობიან რა. ასეთი დიპლომატია აქვთ ამათ რო იცოდე. ელაპარაკებენ, მაგრამ არ გენდობიან. არც არავის არ ენდობიან. ძალიან უნდობელი ხალხია ეგა რა. ეთყობა რაღაცა მისია აქვს აი აპოკალიფსურ სურათებში მაგა ერებს ასეთი რო გააძლიერა ეგეთი ერი, ესეთი უტვინო ერი და ატომით ჩააბარა. ღმერთი აკეთებს მაგას ხო გაიხსენეთ ბაბილონი, ასურეთი, სპარსეთი როგორი აღზევებული იყო ერთი ბეწო ისრაელის იმაში რა ისტორიას რო გადავხედავთ. სურათები იმდენად აშკარაა და იმდენად გამჟღავნებული რომ აი ეს გაბანგული ხალხი ვერ ხედავს ამას თორე ის ეხლა აი სოფლიო პოლიტიკური ჯერ როდიდანვე აი სოროსის იმას რა აქვს ხო ღია საზოგადოება რა არის კარლ პოპერის ფილოსოფიაზე არის ეგა. გიფიქრეთ მაგაზე, როდის დაიწყო ეგა? ჩვენ ხომ კითხულობთ ამ ლიტერატურას და მადლობა ღმერთს ბზენი ხალხიც არის და ჩვენზე ჭკვიანი ხალხი. ეს გამოცდილებოდ დევს და ეს წინასწარმეტყველება არის სულ ცოტა ერთი 100-200 წლის უკან წინასწარმეტყველეს. ჯერ სეკულარულმა მოაზროვნეებმა და ბიბლიაზე ხო ბიბლია კარი ბევრს არ ესმის და იტყვის ზღაპრებია. მე ახლა ლაპარაკობ ცოტა სეკულარულ ენაზე, ხო? ედალოცულო ჯერ ნიცშემი წინასწარმეტყველა, შპენგლერმა წინასწარმეტყველა ეს ყველაფერი როგორ ახლა დაუჭე იმ ხალხს რაღაცა ქენი და მოემზადე ამისთვის და კონტრ ისენი მოქმედებები გამოიმუშავე. ეხესავით რო ხარ და ოჯახს გადაყვა თელის ქართველები და ისენი ჩამოვიკიდოთ ტელეფონები. თელი ერი დაკავებული ამით და აქ ჯოგია ამით დაკავებული თორე მართველი წერები ამით არ არიან დაკავებული მობილურებითა და სისულელეებით. ჩვენთანამდე ერიან, ბერიან, ყველა დაკავებული ამ სისულელეებით. ჯოგი გასაგებია უნდა იყოს ჩაცმა დახურვა ის, მაგრამ მანდ მითხარით ვინ არის ერი ერთს ყავს მე მართველი ძალა. მართველი ძალაც დაკავებული იყო მაგ-კომფორტით. და რა ლაპარაკობს საქართველოს გიყვარს, ის გიყვარს. აი ერთი თუზმა ხარ რა. ვერ ეწერები ვერაბი მით უმეტეს გაიხსნა ღია საზოგადოება, აიტაცე ლიბერტალიანობა. გესმის რა არის ეს რა. და ეხლა სასოწარკვეთილი ხან იქ მიახტი, ხან აქ მოახტი. ეხლა გაიბუტე და აღარ მინდა დასავლეთი, ეხლა მიდიხარ რუსეთში. მე რუსებს დაარწმუნებულა რუსებს გაიბუტებიან. ამტვენით ეხლა რუსებსაც გაიბუტებია რა. და მიზეზი ხო ჩვენში არის რაღაც არის ჯერ ესე დააყენე საკითხი სად არის ეს ეგრეთ წოდებული ნიჭიერი ხალხი ბიჭო ეს ეკლესია ვის სამსახურში დგას ერთხელ რატო არ გამოიკვლია და რასცემ თაყვანს ხო უნდა იცოდია რა ვის უნთებს სამთელს ამაზე თუ კითხვა არ დასვი არა ხარ რეგვენი ვიზე ლოცულობ ხო უნდა გთქვა რა კაცო ზვიადის ცნობიერებით მე მათ გავგიჟდებოდი საგიჟეში ვიჯდებოდი იცი რა უყურებ რომ საქართველოს ინგრევა ისპობა არაფერი არ არის ქართველობა არ არის აი მე რაც უდათ არის აი ესეთი ქართველი რა მე ვუგებ ეგეთ ქართველს მაგრამ ვერ ვახმარები და არიან ბევრი არიან ეგეთები და სასოწარკვეთილების გამო რუსეთთან მიდიან თორე კი არ უყვართ
იცი რატომ მიდიან საქართველოს რუსეთთან? შიშისაგან იციან რომ განადგურება ელოდება და თავშესაფარს ეძებენ. და აი აქ ვეუბნები სწორედ რომ არ არის სწორი. მაინც არ აქცდებათ ეგა. რატომ არასწორი ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან? მითუმე პატარა ქვეყანა ვართ, აი არაფლის მაქნესი, არც იარაღი, არაფერი რა. არაფერი არ აქვს. და რა ერი, ბერი, ქალი, კაცი, ბავშვი დაკავებული არის ფულის შოვნით და ქვეყანა რანაირად იქნება ახლა ესაც მადლობა ესე იგი მსოფლიო საზოგადოებას რომ სახელმწიფო სტატუსი გვაქვს. ეს ქართველებს გაკეთებული არ არის. ესე ჩავეწერეთ ამ მსოფლიო ინტეგრაციაში და იქიდან გამომდინარე პროცესები მიდის და შეგვეხო ჩვენც და ვერავინ ვერ გააუქმებ და ჩვენ სახელმწიფოებრიობას. წარმოიდგინე არ იყოს ახლა მსოფლიოში ესეთი ორგანიზაციები. დამთავრდებოდა ჩვენი ამბავი პაჭიკოს გარმონივით დავიშლებოდით რა. აი სოფლებად და რაიონებლად რა არ იყო რომ ეგეც თუ აი ახლა სახელმწიფო შედგა სიტყვაზე ვიძახით დროში დამით ეს არ არის ქართველები ერის დამსახურება სოფლიო საზოგადოების თანამეგობრობის დამსახურება ეს ისინი აკეთებენ ამას აი ისრაელიც მაგან იმას აქნა გაერომ ისე ვინ გაუშვებდა მაგას გადაულიდნენ და საბოლოო ჯამში ღმერთთან უნდა მივიდეთ და ესენი რა დღეში არიან ბიჭო ესეთები ვარ და ისეთე რა არის ბიჭო აიყარა დედაწულიანად ყველა გამოსტედა ქალიანად და გამოსტედა კაცი და რა ვიცი სულ ყველა გამოლენჩდა და გამრავლების მაგვირად უფრო და უფრო გაუბედურდნენ შემოვახლა ჩინეთი იძახი არ მინდა ახლა ავსტრალიამ ვერ აირიდა ეგა და კანადამ და ამერიკამ და ქართველმა ეგ როგორ უნდა აირიდოს ვინ აკითხავს შენ ჩემთან შემოვიდნენ შემინახარ გეტყვის ამერიკელი ხო იგივე რუსიც გეტყვის მაგას რუსეთთანაც შევიდნენ ეგენი ისინი აკონტროლებენ ხო შენ არ მუშაობს სხვა მოვა შენ არ აქვს ტერიტორია ათვისებს სხვა ითვისებს აბა შენ არაფერს არ აკეთებს და ინდიელები და დაშლიგინოდნენ ამ ტერიტორიაზე 200 წლის უკან აქ იყო უდაბნო აი ადგილს ვერ ნახავთ შტატებში იყოს უკაცრიელი რა მაინც სადღაც მიდის ეს ცივილიზაცია და ყველგან გზა გაჭრილია 200 წელიწადში უზარმაზარი სახელმწიფო შეიქმნა თავისი ძლიერი მით და ლიდერობს რამდენი ხანია უკვე ხო სულ ცოტა და 100 წელი ლიდერი არის ეგა საფრანგეთის მერე ბრიტანეთის მერე საქართველოს ბატონო რა თმინდა ახლა გამომაჭუკე ხო 3000 წლის ისტორია გვაქვს ქრისტიანები ვართ ამდენი ხანია ესენი და არაფერს არ აკეთებ პირიქით მიდიხარ და იწრიტები შტატები არაფლისგან წარმოიმართა ჩვენ მე-12 საუკუნემდე ესე იგი ჩვენ იქიდან მოყოლებული პატარავდებით დღევანდელი ჩვენი ტერიტორია არის საოცარი აღარ არის ტერიტორია ეს არის თბილისია რა გაწი გამოწი მიუმერთე ტერიტორია ბათუმი ფაქტურად აღარ არის რა ახლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა მან არც უნობს მაგ არც აფხაზეთი იქით სამხრეთ ჯავა არავინ დამთავრებული ტურისტულად თუ ქართველისთვის უკვე საქართველოს არის ტურისტული ის არის ადგილი სწავლენ და გახარებულები აი საქართველოს ლამაზია უნდა ცხოვრობდე იქა ხო გერმანიაში არ არის არც ერთი ადგილი გერმანელისთვის რომ იცი რა არის ტურისტულად მიდის და ათვალიერებს იქ ცხოვრობს ხალხი მაღალ დონეზე და მიდის უყურებს რა კიდე ერთ მხარეს როგორ არის ჩემი ძმები მოკლედ ძმასთან მიდის სტუმრად ჩვენთან კიდე ქართველი მიდის ტურისტული მოგზაურობით სვანეთში ტურისტული მოგზაურობით იქა და მოწონს ბუნება და ისენი და იქ ხალხი აღარ ცხოვრობს მოდიან იქიდან ხალხი შევაჯამეთ მე მგონი ჩვენი საუბარი რომ ქრისტეს გარეშე მე მგონი არაფერი არ გამოვა და აი რატომ ვართ ჩვენ უფრო მეტად აქითკენ მიდრეკილნი და მეტად თორე იმედი ახლა ქვეყნებზე ავიღოთ გამორიცხეთ რა მით უმეტეს ეგეთ ქვეყნებზე არაფრის მაქნის ქვეყნებზე რა მათ კიდე საწყალი ქართველი კიდე ახალი იზოლიზიაში შევიდა რომ რუსული ის არის მხსნელი და ისე გულნატკენი იქნება იესო 1000 წელიწადია უყურებს და არ მიაკითხეს იესოს და ხან ევროპას ეტორღიალებიან ხან რუსეთს და ამასობაში კი ხალხი გარბის მანდედან და დაცარიელებულ ადგილებს როგორც ადევთ სხვები დაიკავებენ ვერ შეაჩერებთ ვერ ამას ეგ სააკაშვილის ხუშტური არ არის ეგ არის ზოგადი გლობალური ინტეგრაციის მთელი საზოგადოების ერთად რო არის შეკრებილი სოფლიო საზოგადოება წყვიტავს მაგას და შენ ვინ აკითხავს გადაწყვიტავს სოფლიო საზოგადოება საქართველოს გაანადგურებას და გაანადგურებენ აი ესეთ ფაზაში შევიდა პლანეტა ვერ გავაგებინეთ მათ მღვდლები როზიან მათ ტყემალზე როზიან რა